მოგესალმებით ყველას, ნახოთ როგორ ენერგიებში ხართ, როგორი კვირის ენერგიებია მოსავალნელი, ასე როგორ ახართ ყველანი. ცდილობთ გამოვიწეროთ არხი და ვტოვოთ კომენტარი. ნახოთ როგორ ენერგიებში ხართ, გაჩვენებთ. რაღაცა 50-50-ზე ზოგი ძალიან კარგად, ზოგი ძალიან ცუდად. ისევ 50-50-ზე მეგობრებო, განდეგილი პენტაკლები და აქ ხმალი იყო წინაზე. ნახოთ რა ხდება აბა. 50-50-ზე 50-50 ხო? რაღაცა გადაღლილები ხართ. შეიძლება იგრძნოთ გადაღლილობა ენერგიების, ნაკლებობა, ემოციური დაძაბულობა, ფიზიკური მდგომარეობაც აისახება, რაღაცნაირად ნერვიული დაძაბული პერიოდი გაქვთ. შეიძლება თავის ტკივილები, ძილის პრობლემები, რაღაც სადღაც ხართ და არ მოგწონთ იქ, სადაც ხართ თითქოს. კვირა რაღაცა რთულად იწყება ბევრისთვის. ვიღაცასთან გაუმჯობეს და სხვათა შორის მდგომარეობა აქამდე იყო აი ზუსტად აი ამ ტრანსფორმაციებში და ახლა უკეთესად არიან. ემოციების განტვირთვა არის აუცილებელი. იცით, კვირის მეორე ნახევარი მდგომარეობა ძალიან კარგად შეიცვლება თქვენი. მეგობრებო, რაღაცა წარმოგაკვეთილებს გადიხართ, როგორ ჩანს. ემოციური განტვირთვა არის საჭირო და საკუთარ თავს, საკუთარ ფიქრებში მეტი, ასე ვთქვათ, პოზიტიური აქტიურობა არის საჭირო. აუცილებელია. ნაკლებად ჩაკეტვა. განდეგილიდან გადიხართ, მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ განდეგილშია. ცოტა დაძაბულობა ჩანს, მაგრამ ბოლოსში მაინც ჩანს შვება და სიახლე. ახალი ენერგია, პოზიტიური ცვლილება. მართავს ნახოთ, მართავს ვამბობ. კი ბატონო, ასეა. ძვირფასებო. კარგი ცვლილებებია, ნუ გეშინიათ. დასვენება გჭირდებოდათ, ენერგიის აღდგენა გჭირდებოდათ. რაღაცა ნერვიული სისტემების დაცვა საჭიროა. თქვენი ორგანიზმის ნერვიული სისტემების. ვიღაცა ძალიან გაბრაზებს, როგორც ჩანს, ხო? და მუდმივად აი ესე წრეზე ბრუნვა ჩანს, ან თითქოს ხან ძალიან კარგად ხართ, ხან ძალიან ნეგატიურად. ნახოთ რა მოქმედებს თქვენზე ასე ძალიან. რა მოქმედებს თქვენზე ასე ძალიან. შეხედეთ, ცეცხლის სტიქია. ცეცხლის სტიქია, შეხედეთ, იცვის ყველაფერი. რაღაცა შეზღუდვები გაქვთ, თითქოს ხვისი შური, ცუდი სიტყვა. უხალისო გარემო მოქმედებს თქვენზე. ძალიან გრძნობიარე ხართ, თქვენზე ადვილად გადმოდის, გაითვალისწინეთ, თქვენზე ადვილად გადმოდის სხვისი ნეგატიური ენერგიები. აი ელემენტალურად რაღაცა პოსტებს უყურებ, მეც კი მხვდება, მაგრამ ვცდილობ არ შევხედო. რატომ უნდა დავიტვირთო, ხო? ცუდი ენერგეტიკით. რაღაცა მოქმედებს თქვენზეც. ვიღაცის ნეგატიური დამოკიდებულება მოქმედებს თქვენზე, მეგობრებო. წმენდა არის საჭირო სხვათა შორის თქვენი. წმენდა ყოველთვის ტარდება 40 დღე. ეცადეთ, რომ ამ 40 დღის განმავლობაში სალმუნები მაინც წაიკითხოთ, ვინ როგორ ეგრეგორში ხართ. ხო ასეა. მარილზე დადეკით, მარილით ასე ვთქვათ, გაიკეთეთ წმენდები, ნახეთ, როგორ კეთდება. ელემენტალურად მარილზე დაიძინეთ, ხო?
თქვენი პრობლემები მოდის შურიანი ადამიანისგან, ნეგატიური დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ, იღებთ თვალს და ეს ეფექტი მოქმედებს მერე თქვენზე 1-2 კვირა მაინც. ამიტომ ეს დროებითია, თქვენ რა თქმა უნდა მე გამოხვათ აი ამ ნეგატივისგან. კვირის ბოლო ვნახოთ და ბევრთან რა თქმა უნდა არის განხეთქილების ფონიდან გამომდინარე, ურთიერთობის განხეთქილების ფონიდან გამომდინარე ხართ ასე, ვინც პარტნიორი დაკარგა, კონფლიქტა, ტრანსფორმაცია, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენ გამოხვათ ამ ენერგიებიდან, კი ბატონო, ახალი გზა გაქვთ, კვირის ბოლო ვნახოთ. აქ სამუშაო პროცესები ჩანს, გოგოებო, აი შეხედეთ სიყვარულის თასის და კვირის ბოლოც ამ კოშმარებიდან თქვენ გამოდიხართ ჩიხიდან ჩანს. ეს არის თვალი თქვენზე ნეგატიური ენერგიები, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც მოვიღებით. და კიდევ ერთი არკანი მინდა 7 თასი. ეს პერიოდი დროებითია, მაგრამ მაინც ეცადეთ, რომ აი ამ ნეგატიურ ხალხს რამენაირად მოშორდეთ. ნუ არსებობენ და რას ვიზავთ ახლა, ხო? ძალიან ნეგატიურები. იმედი მაქვს, მასეთები არ მისმენენ. კარგად იყავით ძვირფასებო მომავალ შეხვედრამდე.